ყოველ სამშაბათს ჩვენ გვექნება ხოლმე ექიმის რუბრიკა, სადაც ვისაუბრებთ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელი გადაცემისთვის კი შევარჩიეთ ასეთი საკითხი, როგორიც არის სეზონური ალერგია. ეს არის მოგეხსენებათ მომატებული მგრძნობელობა მცენარეულ მტვერზე, რის შედეგადაც ჩვენი იმუნიტეტი, იმუნური სისტემა პასუხობს ხოლმე გადაჭარბებულად და გამოვლინდება ხოლმე სიმპტომატიკები ძალიან შემაწუხებელი, რომელიც მოქმედებს, რა თქმა უნდა, ცუდად ცხოვრების ხარისხზე და შრომის უნარიანობაზე. ამაზე უფრო დეტალურად გვესაუბრება ალერგოლოგი, იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ხშირად მიუმართავ ხოლმე. მოგზაურობისთვის მიხარი ამ სივრცეში თქვენი დანახვა. ძალიან საინტერესოა ზოგადად, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა სიმპტომატიკები ახასიათებს, როგორ შევამჩნევთ დიაგნოსტიკა, ძალიან პრეისტორიას მოვყვები ორი სიტყვით თუ შეიძლება. აი მაგალითად ჩემ შვილს ადრეულ ასაკში გამოუვლიდა სეზონური ალერგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი მაყურებელი იქნება ჩემნაირ მდგომარეობაში და ალბათ საინტერესო იქნება. ვერ მივხვდით რომ ეს იყო სეზონური ალერგია. დიდი დრო დაგჭირდა იმისთვის რომ ეს აქამდე მივსულიყავით. პირველი 2 წელი გვეგონა გაცივდა, გრიპია, რაღაცა ვირუსია, სეზონური და უკვე რო გართულდა ეს ყველაფერი, მე უკვე მივხვდით რომ ეს ყოფილა სეზონური ალერგია. აი დიაგნოსტიკაზე რომ გითხრათ და უშუალოდ ადრეულ როგორ ამოვიცნოთ. ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ საინტერესო სეზონური ალერგია და არა რაიმე სხვა. გასაგებია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სეზონური ალერგია და ზოგადად ალერგიული რინიტი, როგორც ესეთი, ძალიან გავრცელებული დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მსოფლიოში საშუალოდ ამ დაავადების სტატისტიკა არის 500 მილიონი ადამიანი, ასე ვთქვათ, წვალოს პრობლემით. დიახ. ჩვენს ქვეყანაში ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, მაგრამ დაახლოებით 8-დან 10%-მდე გავრცელების მაჩვენებელია, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. საერთოდ სეზონური ალერგიას განსაზღვრავს მარტივი მოცემულობა, შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ადამიანს აქვს განწყობა, მისმა ორგანიზმმა ალერგიული თვალსაზრისით უპასუხოს მცენარეულ ალერგენებს, როდესაც ეს დამნაშავე მტერი ალერგენები სეზონის ამა თუ იმ პერიოდში გარკვეულ კონცენტრაციას მიაღწევს აერში, ადამიანები მას უკვე გრძნობენ კლინიკურად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ აისახება პირველ რიგში თვალის და ცხვირის სიმპტომატიკაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამ ლორწოვანზე გველექება ეს ალერგიული მცენარეული მტვრის მარცვლები და ბუნებრივია იწვევენ ამ სიმპტომატიკას. ეხლა რა თქმა უნდა ის რაკურსი, რომელიც თქვენ წამოჯერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსული დაავადებებისთვისაც თითქმის იდენტური სიმპტომებია დამახასიათებელი და განსაკუთრებით ვირუსები, რომლებიც ამ პერიოდშია გაზაფხულის ბოლო პერიოდში, როდესაც აი გრიპი 39-40 სიცხით მიმდინარე ამთავრებს თავის ბატონობას და ეხლა იწყება სწორედ უფრო შედარებით მარტივი გაცივებასთან ასოცირებული ვირუსები და სწორედ ამას ემთხვევა სეზონური ალერგიული რინიტის გავრცელება. რა თქმა უნდა, მათ შორის დიფერენცირება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოწვევაა ექიმისთვის, ოჯახისთვის, მშობლისთვის და თავად პაციენტისთვის. მარტივი მინიშნებები შეიძლება გავაკეთოთ, რომელიც დაეხმარება ადამიანებს ამის ამოცნობაში და ეს შანსი გამოვიყენო კიდევ ერთხელ. პირველი, ვირუსისთვის დამახასიათებელია უხშირესად დაბალი ტემპერატურით მიმდინარეობა, რაც პრაქტიკულად თითქმის არ ახასიათებს ალერგიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს. ალერგიისთვის დამახასიათებელია სიმპტომების დროში განგრძობადობა და ეს არ ახასიათებს ვირუსულ დაავადებას, ის 5-7, მაქსიმუმ 10 დღეში დამთავრდება და ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნებაა ალერგიისთვის უხშირესად დამახასიათებელია ცხვირთან ერთად თვალის სიმპტომატიკის არსებობა, რაც პრაქტიკულად ვირუსულ დაავადებებს არ ახასიათებს. ამიტომ როდესაც გაქვთ ეს მოცემულობა და მეორე წელს დროის ერთსა და იმავე სტერეოტიპულ ერთსა და იმავე პერიოდში ვითარდება, უკვე ეჭვი შეიძლება მიიტანოს ადამიანმა მარტივად, რომ საქმე გვაქვს სეზონურ ალერგიულ რინიტთან და მისი ასე ვთქვათ შეფასება და შემდგომი რეკომენდაციები, რასაკვირველია, უკვე სპეციალისტთან კონსულტაციით ძალიან ასე ვთქვათ მარტივია და დღეს თანამედროვე მედიცინა იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ სწორი დიაგნოზით დავსვათ. ნუ გამომდინარე იქიდან, რომ დამნაშავე ალერგენები ვიპოვნოთ და შემდგომ დაუპირისპირდეთ მას, რაც შეგვიძლია. შეგვიძლია ვიპოვოთ ეს ალერგენი, ანუ არსებობს რაიმე მექანიზმი? 100%-იანი სიზუსტით. ალერგოლოგიას აქვს ორი ძირითადი მიმართულება, ეს გახლავთ კლასიკური სტანდარტული კანის ინჯების ჩატარება, ანუ კანზე ვაწვეთებთ ალერგენებს და 15-20 წუთის შემდგომ ხედავთ იმ რეაქციას, რომელიც ვითარდება და არსებობს ინვიტრო დიაგნოსტიკა, ანუ როდესაც ჩვენ შეგვიძლია აღებულ სისხლში
განუსაზღვროთ ადამიანს, რა თქმა უნდა, სპეციფიკური იმუნოგლობულინი, ანუ ალერგიის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ამა თუ იმ ანტიგენის და ალერგენის მიმართ ამ შემთხვევაში განისაზღვრება თუ არა ეს არის ძალიან დახვეწილი, უკვე მოლეკულურ დიაგნოსტიკაზე ვართ ჩვენ გადასული. ორივე სიტყვით. ისე ბიძინა ეს ამას ჩვენ მანამდეც განვიხილავდით ბავშვიც რომ ყავდა თქვენთან და ძალიან საინტერესოა. ყველანაირ ალერგიაზე არის შესაძლებელი რომ ეს ანალიზი თქვა გაკეთდეს თუ ანუ რაღაცა ტიპის ხო, ნუ გააჩნია თვითონ ნოზოლოგიიდან გამომდივართ ხოლმე და ადამიანის ანამნეზიდან. ჩვენ თუ საუბრობთ სეზონურ ალერგიულ რინიტზე, ან თქვა ალერგიასთან ასოცირებულ ბრონქულ ასთმაზე, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი სპეციფიურობითა და სიზუსტით შეგვიძლია დიაგნოსტიკის გაკეთება, მაგრამ ეხლა თუ ჩვენ საუბრობთ მაგალითად დღევანდელი საუბრის თემა არ არის იგივე ჭინჭრისება, ურტიკარია, ღვინგე შეშუპება და ის სხვა მიმართულებებია და ხანდახან შეიძლება ექიმის ცოდნას და გამოცდილებას დაეყრდნოს მარტივი მიგნება, რომელიც ასე ვთქვათ ადამიანისთვის შეიძლება რთული მისაგნები და მისახვედრი ყოფილიყო, ამიტომ ყოველთვის ალერგოლოგიაში მარტო ანალიზზე დაყრდნობით არ კეთდება. ობიექტური რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, მაგრამ სეზონური ალერგიული რინიტის დროს ამ დიაგნოსტიკას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ხშირად ისმის ეს კითხვა, მე შემოვიდა ამ კითხვას რიტორიკულადაც დავსვამ, რატო არის მნიშვნელოვანი რომ ვიცოდე ეს დამნაშავე ალერგენის? აი რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს? მე მაინც ვიცი რომ ამ სეზონზე მაქვს. რა შეიცვლება ჩემთვის? აი ხშირად ესე გვეკითხებიან ხოლმე ჩვენ პაციენტები და მე აქედან გამოვალ და საზოგადოებასთან მეც მინდოდა ეს მეკითხება რა, მაინც დავლიო ეს წამალი რა. მაინც დავლიო ეს წამალი. მოგეთ ორი ასპექტი შემოდის აქ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი, არსებობს ესეთი ცნება და ჩვენმა კლინიკამ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრმა ძალიან დიდი სამსახური გაწია ბოტანიკის ინსტიტუტთან ერთად და 5 წლიანი დაკვირვებით ჩვენ შევქმნით აღმოსავლეთ საქართველოსთვის, დასავლეთ საქართველოსთვის, თბილისისთვის კალენდარი, რომელი მცენარე როდის იწყებს ყვავილობას და როდის ამთავრებს ის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ხო, არსებობს ესეთი კალენდარი არსებობს და ხელმისაწვდომია ჩვენს Facebook გვერდზე და შეუძლია ყველა მსურველმა ნახოს. მაგრამ ეხლა რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ ვიცით რომ სეზონის ამ პერიოდში წამყვალი ალერგენი მაგალითად არის კვიპაროსი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოსთვის. პირველი ნაწილი თუ ჩვენ ვიცით რომ აი დამნაშავე ალერგენი, ესა თუ ის მცენარეა და ამადა ამ პერიოდში ყვავილობს, კონკრეტული განსაზღვრული პერიოდია, რა თქმა უნდა პროფილაქტიკური წამლის მიცემას 2-3 კვირით ადრე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ ადამიანებს გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მედიკამენტთან ურთიერთობა ექიმის გავლით რასაკვირველია, ან ხანდახან ეს ეს უფრო ადრე ვიდრე კლინიკური სიმპტომები შეაწუხებს. და თუ ეს მოხერხდა, მაშინ კლინიკური სიმპტომების სიმძაფრე არ იქნება ის, რაც მე უკვე ასე ვთქვათ ძალიან რთულია და ხშირად პოლიპრაგმაზითა და ბევრი წამლის გამოყენებით ასე ვთქვათ იძულებული ხვდებით რომ პაციენტს გამოუწეროთ. ამ შემთხვევაში კვიპაროსი რაღაცა რისკ ფაქტორია, ხო შეიძლება სხვა ერთ-ერთი მძიმე ალერგენია. კვიპაროსი არის წამყვანი და მძიმე ალერგენი, რომელიც აი თებერვლის ბოლოდან იწყებს ყვავილობას, მარტი და აპრილი მისი ბატონობის პერიოდია, დიდი მადლობა და შემდგომ აგრძელებს ის სხვა მცენარეები. ეს არის ბალახოვანი მცენარეები და ასე შემდგომ. და მეორე საკითხი. ჩვენს დარგში არსებობს ესეთი ცნება, ამას ეწოდება ამ მოვლენას ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია. ედუარდ ნუნმა 1911 წელს ბრიტანელმა ექიმმა დაიწყო, ეგრეთ წოდებული მარტივად რო ვთქვა, აცრა ალერგიის მიმართ. ანუ დამეგობრება კონკრეტულ ალერგენთან, რასაც ჩვენი დარგი 114 წელია და რასაკვირველია ის კლინიკა, სადაც მე მუშაობ, ძალიან წარმატებით ამას ჩვენ ვაკეთებთ. ეს არის რასაკვირველია ძირითადად ევროპული მწარმოებლები, ან გერმანული, ან დანიური, ან ესპანური, ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ ესპანურთან მიგვიწოდება ხელი და პაციენტები აღმავალი დოზით, ან ენის ქვეშეწვეთით, ან საინექციო ფორმით 3 წლის განმავლობაში ამას იკეთებენ და პრაქტიკულად მინიმუმამდე ჩამოდის ის შემაწუხებლობა და შემდგომ მიღებული შედეგი 8-10 წელი, 12 წელი ნარჩუნდება. აი ამიტომ გვინდა ზუსტი დიაგნოსტიკა. ეს კონკრეტულ ერთ ალერგენზეა თუ კომპლექსური ალერგენი, ანუ ეს ამ შემთხვევაში აცრას გულისხმობ. ეს კონკრეტულად ერთ თქვათ გამომწვევ ალერგენზეა საუბარი თუ რაღაცა ჯგუფზე ალერგენების, რომელსაც ის ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მაგალითად არსებობს ალერგენი, პირობითად ვამბობ, მაგალითად ცხოველური ეპითელი. იმიტომ რომ ძალიან ბევრია, ხო, ჩვენ საზოგადოებაში და ზოგადად სოფლიოში მოიმატა ცხოველების არსებობამ ჩვენთან ერთად და ეს ძალიან კარგია. მაგალითად თუ ჩვენ ცხოველზე ვისაუბრებთ, მათთანაც დამეგობრება შეიძლება, როცა ალერგიული სიმპტომები აღმოცენდება. მხოლოდ თერაპიის სახით უნდა გამოვიყენოთ და იქ არანაირი შერევა არ ხდება. მაგრამ თუ მცენარეულ სენსიბილიზაციას ვეხებით, ჩვენ კატალოგის მიხედვით, ანუ მწარმოებლის მიხედვით შეგვიძლია რამოდენიმე მცენარე ერთად დავაწყვილოთ. აი მაგალითად არსებობს შესაძლებლობა ერთ ფლაკონში სპრეი იქნება თუ საინექციო მოთავსდეს კვიპაროსიც, ტიმოთელა რომელიც მაის-ივნისია და ამბროზია რომელიც აგვისტო-სექტემბერია. ამიტომ ეს შესაძლებლობები რასაკვირველია არსებობს. ამიტომაც ზუსტი დიაგნოსტიკა
და მოლეკულური დიაგნოსტიკა მე ვახსენე ის სისხლით ეს უნიკალური შესაძლებლობები არსებობს ბოლო 5 წლის და ცოტა მეტიც, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით ხელშესახები, აი ეს სპეციფიკური იმუნოთერაპია ყოველთვის ყველა ადამიანისთვის ერთსა და იმავე ალერგენზე შეიძლება არ იყოს ეფექტური. ამიტომ მოლეკულური დიაგნოსტიკა იძლევა საშუალებას ამ კონკრეტული ალერგენიდან მთავარ ალერგენზე ხარ სენსიბილიზირებული თუ უფრო მინიმალურზე, ანუ მეორე ხარისხოვანზე. და თუ მეორე ხარისხოვანზე ხარ, შეიძლება ტრადიციული ძველი მეთოდით პოზიტიური იყო, მაგრამ იმუნოთერაპია ეფექტური არ აღმოჩნდეს. ამიტომ დღეს დაიხვეწა, როგორც მოგეხსენება ჩვენი ზოგადად მედიცინა პერსონალიზირებისკენ მიდის, ანუ ძალიან დაკონკრეტებისკენ და ინდივიდუალურისკენ, ამიტომ ეს შესაძლებლობები არსებობს და უნდა გამოიყენოს, მე ვფიქრობ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან შეწუხებულები არიან ამ პრობლემით და წელს ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რთული სეზონია, რასაც ვხედავთ ჩვენს პრაქტიკაში და ამას თავისი ახსნა აქვს. და იმ კურნალობაზე და თვითმკურნალობაზე მინდა და ხერამდენად თვითმკურნალობას რომელსაც აღშენდა მიმართავთ ხოლმე. ზრისით მაინტერესებს, აი ადამიანი თulis რომ აქვს სეზონური ალერგია დაუშვათ. და აი უნდა წავიდეს და გამოიკულიოს და დაადგინოს რაზე აქვს და უკვე შემდეგ ჩაიტაროს ეს იმუნოთერაპია როგორც ვთქვით. პროფილაქტიკურად დაიწყოს ადრე მკურნალობა. ხო, აი რა ქნას ამ ადამიანმა ის აწავიდეს რა გააკეთოს. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყველას აინტერესებს ეს. პირველ რიგში უნდა მოძებნოს შესაბამისი ალერგოლოგიური ცენტრი და კლინიკა. მერე ექიმი უნდა მოძებნოს და რასაკვირველია სპეციალისტები, საბედნიერო ჩვენს ქვეყანაში კარგი სპეციალისტები არიან, ამის შესაძლებლობა ასე ვთქვათ არსებობს. ეს არ არის დეფიციტური სერვისი. პაციენტმა დაუშვათ რაზე ჩააბაროს ეს. ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია, რა თქმა უნდა, ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია და მხოლოდ ექიმი წყვეტს, აქ არის ერთი ნიუანსი და ესეც მინდა ხაზგასმით ვთქვა. მე ვახსენე, რომ დიაგნოსტიკის ორი შესაძლებლობა გვაქვს. ერთი კანესინჯი და მეორე ინვიტრო, ანუ სისხლით. ავიღეთ და ლაბორატორიამ განსაზღვრა. თუ საუბრობთ კანესინჯზე, უნდა იცოდეს პაციენტმა, რომ ანტიჰისტამინური მედიკამენტი ხელშემშლელი ფაქტორია. ამიტომ არ უნდა ერთი კვირის მანძილზე არ უნდა იყოს პრეპარატი მიღებული, მაგრამ თუ ასეთი მოცემულობით უკვე შეწუხებული პაციენტი ჩვენამდე მოდის, ჩვენ უკვე ვთავაზობთ ინვიტრო კვლევას სისხლით, რომელზეც არავით არის ექსტერნალური, ანუ გარემო ფაქტორი და დალეული მედიკამენტი გავლენას არ ახდენს. ამიტომ გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება და მარტივია. ანუ არ დაგმაყოფილდეთ ხოლმე მაგალითად ჩემნაირად. თუნდაც ფოტოს გადაგზავნით, თქვა რაღაცა კარზე ალერგიის. ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი მსგავსი კვლევის ჩატარების. მიმართოთ ეგ. ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ კვლევის ჩატარება, რასაკვირველია, მაგრამ კანესინჯების უპირატესობა ინვიტრო კვლევასთან შედარებით დასაწყისისთვის შეიძლება იყოს ის, რომ ის არის მარტივი, სწრაფი და შედარებით იაფი. თავარი, ამიტომ თუ გვინდა რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ უფრო სწრაფად, მარტივად და იაფად, შეიძლება ეს იყოს სანამ სეზონი მოვა, ანუ შემოდგომა ზამთრის პერიოდში. ეს იქნება იდეალური პერიოდი. მაგრამ თუ შეგვაწუხა უკვე, რასაკვირველია, გამოსავალი არსებობს და ინვიტრო კვლევებსაც. კიდევ ერთი რეკომენდაცია მინდა რომ თქვენგან მოვისმინოთ მაყურებელმა გაიგოს, ძალიან ხშირად მიმართავენ ჰორმონოთერაპიას, როდესაც არის ალერგია და ყოველგვარი თქვათ მედიკამენტები სამედიცინო ასე თქვათ დაწესებულებისთან სტუმრობის გარეშე თვითმკურნალობას დაკავშირებით. აი რამდენად შეიძლება ეს იყოს სიკეთის და რამდენად პირიქით მომტანი ზიანი, როდესაც ადამიანი მიმართავს სწრაფი, ასე ვთქვათ, ალაგებისთვის, მარტივად რომ ვთქვათ, ესეთ ენაზე, ამ სიმპტომების ალაგებისთვის ჰორმონოთერაპიას. ზოგადად ჰორმონზე მინდა გავაკეთო, ასე ვთქვათ, კომენტარი ორედა სიტყვით. ეს ძალიან სერიოზული ფარმაკოლოგიური ჯგუფია მედიკამენტების, რომელიც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, ცივილურ სამყაროსაც ვამბობ ჩვენ, ხელმისაწვდომი არ არის ექიმის რეკომენდაციისა და რეცეპტის გარეშე. აქ შეიძლება ამის მარტივად შეძენა და ადამიანების სწრაფი დახმარებისთვის და სწრაფი შვებისთვის ამას იყენებენ. ჰორმონებს თავისი გრძელვადიანი და ცუდი გავლენა აქვს ორგანიზმზე და ის ძალიან ზრდის რისკს ორჯერადათაც კი რო იყოს ცხოვრებაში საერთოდ გამოყენებული. დიაბეტის რისკი იზრდება, არტერიული ჰიპერტენზიის, ძვალთან დაკავშირებული გაიშვიათების კალციუმისგან ოსტეოპოროზი ქვია მოვლენას. აღარ ვამბობ, ნეიროფსიქიატრიული რისკები იზრდება, შფოთვიდან დაწყებული, დეპრესიით გაგრძელებული. ამიტომ ჰორმონთან მიმართებაში ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ექიმის გავლით მასთან მიმართებაში და ეს არ უნდა იყოს დამოუკიდებლად. რაც შეეხება სეზონური ალერგიული რინითთან მიმართებაში, საერთოდ არანაირი რეკომენდაცია რომ სისტემური ჰორმონები ვიღოთ, უბრალოდ არ არსებობს არც ერთ გზამკვლევში და ეგრეთ წოდებულ ინგლისური ტერმინი როგორც არის guideline-ში. მხოლოდ და მხოლოდ ჰორმონულ მედიკამენტებს, რასაც ჩვენ ვიყენებთ და წარმატებით, ეს შეიძლება იყოს ლოკალური, ანუ ადგილობრივი სპრეის ფორმით, რომელსაც კიდევ ერთხელ თუ წინწრებად დაუნიშნავთ, ან ცოტა
დოზის მოდიფიცირებით უკვე შემაწუხებელი სიმპტომების აღმოცენების დროს ის იქნება ეფექტური. ამიტომ შესაბამისად ცალსახად ვამბობ, რომ ეს ის მდგომარეობა, ანუ სეზონური ალერგიული რინიტი, რაც არ უნდა მასშტაბით კლინიკური სიმპტომები იყოს ზედაპირზე, ჰორმონალური მკურნალობა სისტემური დასალევიან საინექციო ფორმით კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან დიდი მადლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, რომელიც გავეცით დღეს ჩვენი ეთერიდან. უღრმესი მადლობა. მოწვევისთვის. საინტერესო საუბრისთვის, ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა მივიღეთ.